რეაბილიტირებული წყალმომარაგების სისტემის წყალობით ხაშურის მოსახლეობა სასმელ წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა განახლებული სისტემა პირადად დაათვალიერა. სრული რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტზე 100 ადამიანი მუშაობდა, მათი უმრავლესობა ადგილობრივია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ხაშურის მოსახლეობას წყალი 2 დღეში ერთხელ დაბალი წნევით და 2 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა სუფთა გაფილტყულ წყალს ყოველდღიურად იღებს. მოდიოდა წყალი 2 დღეში ერთხელ 2 საათით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გარკვეული სამუშაოები ჩავატარეთ მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, დავაყენეთ სატუმბები, გვაქვს განვითარების გეგმაც, მაგრამ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ დღე 3-4 საათის განმავლობაში ადამიანებს ექნება წყალი და უკვე წლის ბოლოს ვარაუდობთ, რომ ამ დროს ხანგრძლივობას წყლის მომარაგების ამ რეგიონის ამ შემთხვევაში გავაორმაგებთ. მოდიოდა 2 დღეში ერთხელ, დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში, მაგრამ ძირითადად იყო 2 დღეში ერთხელ და წყალი იყო გაუფილტრავი. მოყვებოდა 1000 სიბინძური, ასე ვთქვა და იყო ცუდი დასალევათაც და ალბათ ჯანმრთელობისათვის. ეხლა რა გაკეთა, რომ ყოველდღიურად არის წყლის პრობლემა, ასე ვთქვათ, ამ მხრივ გაუმჯობესებულია.